Ქალუნა ჩაგვერთო ჟურნალისტი ია მეურმიშვილი, უნდა ვისაუბროთ იმ ძალიან დღისთავარ თემაზე, მეგობარი აქცია, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში მიიღეს ია დილამშვიდობისა თბილისის დროით. დილამშვიდობისა მოლდოვადან, აქაც დილა. აქაც დილა. ია, მეგობარი აქტი მიღებულია ორპარტიული უმრავლესობით, იყო თუ არა ეს მოულოდნელი, ამხელა მხარდაჭერა და თქვენი ინფორმაციით რა ტიპის წინააღმდეგობები შეხვდა თუ არა მას წინააღმდეგობები. იყო წინააღმდეგ მიცემული ხმები, ამაზე ცალკე გკითხავთ, მაგრამ უშუალოდ იყო თუ არა რამე საფრთხე ჰქონდა თუ არა ამ კანონპროექტს ახლა, აი ამ ეტაპზე. რთული სათქმელია ასე რეტროსპექტივაში ძალიან ესე მარტივად და თავისუფლად გავიდა, როგორც ნახეთ, ძალიან დიდი უმრავლესობით ორპარტიული მხარდაჭერა იყო, რაც მთავარია. მოსალოდნელი ყოველთვის არის ხოლმე ის, რომ ბოლო წუთს რაღაცა შეიცვალოს, თქვა შეძლებს თუ არა კანონპროექტი გასვლა საბოლოო კენჭისყრაზე, თქვა შეიძლება ვერ მოესწროს და გადაიდოს. ანუ ესეთი ტექნიკური სირთულეები შეიძლება ყოველთვის შეხვდეს. მე მართალი გითხრათ გამიკვირდა ის, რომ ასეთი მხარდაჭერა ჰქონდა კანონპროექტს, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდია 435 წევრისგან შედგება მოგეხსენებათ წარმომადგენელთა პალატა და აქედან, რა ვიცი, უდიდესი უმრავლესობით გავიდა ეს. იყო რა თქმა უნდა საწინააღმდეგო ხმები, ასევე გაკეთდა კომენტარი, რომელიც არ უჭერდა მხარს კანონპროექტს, მაგრამ ეს იყო რა თქმა უნდა, რა ვიცი, 435-დან 1-ს ან თუნდაც 10-ს დიდი მნიშვნელობა, როგორც ჩანს არ ქონდა ამ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში. იან, ის რომ საერთოდ კენჭისაყრელად ეს მოხდა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ძალაუფლება ამ მხრივ ძალიან დიდი არის, ხომ? ისწვეთს რა უნდა გავიდეს კენჭისაყრელად. საკმაოდ სწრაფად გავიდა კენჭისაყრელად და ასევე წარმომადგენელთა პალატის სპიკერი დღეს არის იმ პარტიის წარმომადგენელი, ვინც თელს სახს აკონტროლებს. შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ ეს, რომ ეს რაღაც ერთობლივი პოლიტიკის ნაწილია უკვე, ხო? მეორე მხრივ ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში და უსაფრთხოების საბჭოში იქ მარკო რუბიო, რომელიც ასევე ამ პოლიტიკური ასე ვთქვათ ელიტის ნაწილი არის, რომელიც სენატში არის ამ შემთხვევაში წარმოდგენილი. ეს არის თუ არა ერთობლივი ნამუშევარი მთლიანად აი საქართველოს საკითხით დაინტერესებული ხალხისა ვაშინგტონში. მე ვიტყოდი, რომ ეს რა თქმა უნდა შეთანხმებული იყო სპიკერთან, სპიკერ ჯონსონთან, რომელიც არის ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე, რა ვიცი, ერთ-ერთი საყრდენი კონგრესში, ძალიან გაზვიადების გარეშე არის ეს ნათქვამი და მის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერც კენჭისყრაზე გავიდოდა, ვერც ამხელა აქამდე პროცესს გაივლიდა. მოგეხსენებათ, ეს კანონპროექტი წინა მოწვევის კონგრესიდან დაიწყო წარმომადგენელთა პალატაში და იანვარში ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი იყო, რომელიც დარეგისტრირდა და საკმაოდ სწრაფად სხვათა შორის იმაზე სწრაფად გაიარა მთელი ეს პროცესი, ვიდრე ბევრმა სხვა კანონმდებლობამ. გუშინ რამდენიმე იყო განხილული ერთდროულად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საქართველოსთან დაკავშირებული საკმაოდ ყურადსაღები და საყურადღებოა ეს, რომ ასე სწრაფად გაიარა. რა თქმა უნდა, იყო ეს შეთანხმებული, ამის გარეშე უბრალოდ ვერ მოხდებოდა ეს და ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმაც გააკეთა განცხადება კანონპროექტის მხარდაჭერით. გააშუქებდი თქვენ ალბათ ამას, მაგრამ მან თქვა, რომ ეს კანონპროექტი არ არის კანონპროექტი, რომელიც ქართული ხალხის დასჯას ისახავს მიზნად, ის პირიქით ქართული ხალხის დახმარებას ცდილობს, ხალხისა, რომელიც მიიწევს ამერიკისკენ თუ რომელიც არის ძალიან პროამერიკული და პროდასავლური და ხელისუფლება მათ ცდილობს, რომ ის ამერიკას დააშოროს. ასეთი იყო დაახლოებით ეს ზუსტი ციტატა არ არის ცხადია, მაგრამ დაახლოებით შინაარსი იყო ასეთი. ანუ და შესაბამისად კიდევ ერთ დავამატებ იმას, რომ წარმომადგენელთა პალატაში მოგეხსენებათ რესპუბლიკელებს აქვთ უმრავლესობა, წარმომადგენელთა პალატა უფრო მეტად არის განხილული როგორც მაგას ბაზის წარმომადგენელი, ან პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერთა ბაზის წარმომადგენელი, უფრო მეტად აღიქმება როგორც ვთქვათ უფრო მეტად მხარდამჭერი პრეზიდენტი ტრამპისა, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელებს დიდი უმრავლესობა არ აქვთ, სულ რამდენიმე ხმით მეტი აქვთ, მაგრამ მაინც აღიქმება როგორც პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი გამამყარებელი მისი პოლიტიკის. ასე რომ ეს სიგნალიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ სწორედ წარმომადგენელთა პალატაში გავიდა ამხელა უპირატესობით ეს კანონპროექტი. სწორედ თქვენ ახსენეთ კომიტეტის თავმჯდომარე წარმომადგენელთა პალატის, რომელიც სწორედ ამ მაგას გუნდიდან არის, ხო, ბრაიან მასტი, რომლის მიმართაც
დიდი რაღაც მოლოდინები არსებობდა მათ შორის ქართულ ოცნებაში, როცა ჯო ვილსონი ვერ გახდა ამ კომიტეტის თავმჯდომარე, მას უმდოდა და ჰქონდათ განცდა, რომ აქ რაღაცა გარღვევას ელოდებოდნენ, ხო? სწორედ აი ამ მაგას გადმოსახედიდან გამომდინარე ისაუბრეს ბატონმა მასტმა და სხვებმაც ამ საკითხზე, რომ რა ინტერესი აქვს ამერიკას და რატომ არის სწორედ ამ პოლიტიკის ამერიკა უპირველეს ყოვლისა ნაწილი ის, რომ საქართველოში ესეთი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ძალები არ იყვნენ წამყვანი. მის სიტყვაში ასევე მან ძალიან მკაფიოდ გამოკვეთა ჩინეთი, გამოკვეთა ის, რომ დღეს საქართველოში ვაკვირდებით თუ ხედავთ რუსული ავტორიტარიზმის მეთოდებს, ასეთი იყო ერთ-ერთი ციტატა მისგან, ასევე იმას, რომ საქართველო უფრო მეტად უახლოვდება ჩინეთს და ირანს, ესაც იყო ასევე განცხადებული, რაც ვფიქრობ, რომ პირდაპირ ჯდება მაგას ნარატივში, ამერიკის, ვთქვათ, სიძლიერით ძალის გავრცელებაში, რომელიც არის პრეზიდენტ ტრამპის ესეთი გამოცხადებული პოლიტიკა მსოფლიო საერთაშორისო ურთიერთობებში და ის რაზეც იყო საუბარი დასაწყისში, რომ ვთქვათ, მაშინ, როდესაც ველოდებოდით იმას, როგორ განვითარდებოდა ურთიერთობა ქართულ ოცნებასა და ამერიკის ადმინისტრაციას შორის, ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობდა იმაზე, რომ შეუთავსებელია საქართველოს ირანთან, ჩინეთთან და რუსეთთან, ვთქვათ, იქნება ეს კეთილგანწყობილი თუ დადებითი ურთიერთობები შეერთებული შტატების პოლიტიკასთან რეგიონში და ამ გუშინდელი კენჭისყრით რაც დავინახეთ იყო სწორედ ეს, რომ შეუთავსებელია ის, რომ საქართველოს ერთდროულად იაროს ჩინეთისკენ და ირანისკენ და ამავდროულად ჰქონდეს კარგი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. მინდა რომ ვისაუბროთ ორიოდე სიტყვა თქვათ მოწინააღმდეგეების შესახებ. ბევრი მოწინააღმდეგე არ ყოლია, 34 რესპუბლიკელი, 8 დემოკრატი წავიდა ამ კანონპროექტის წინააღმდეგ, ხო? 42 კონგრესმენი ჯამში. მათი გადმოსახედი როგორია? იმიტომ რომ აქ არასწორი აღქმა რო არ შეიქმნას მათ შორის. ეს არის ხალხი, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ დოკუმენტის აღქმები ოცნების შესახებ არასწორია და მიიჩნევს, რომ ოცნება კარგია, თუ ეს არის ხალხი, რომელიც მიიჩნევს, რომ საერთოდ რატომ ვინტერესდებით ამ საკითხებით, რატომ ვაქცევთ ყურადღებას რა ხდება საქართველოში. აი, რა გადმოსახედიდან მისცეს მათ წინააღმდეგ ხმა? ვიცით თუ არა ამის შესახებ? სამწუხაროდ ასე დეტალურად არ ვიცით თოლ მათგანის შეხედულება, მაგრამ ეს უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველა ფაქტორი შეიძლება ერთდროულად იყოს, ის როგორც ვთქვათ, ქართული ოცნების მხარდამჭერი ან კომაგი იყოს ვიღაცა, ან ის რომ ვთქვათ, საქართველოში ამ შემთხვევაში ამ პრეცედენტის დაშვებით, მაშინ სხვა ქვეყნებსაც უნდა დაუწესოთ მსგავსი თუ სხვა ქვეყნების მიმართაც უნდა გქონდეს მსგავსი კანონპროექტები. ვერ გეტყვით სამწუხაროდ ამას, თუმცა გამოსარიცხი აქ არაფერია. ნებისმიერი მიმართულებით შეიძლებოდა, ვთქვათ, შეიძლება ისიც იყოს, რომ რომელიმე წარმომადგენელი, რომელიმე კონგრესმენს სურდა, რომ მის კოლეგებს რომელიმე სხვა კანონპროექტისთვის მიეცათ ხმა და ვერ მიიღეს ეს და ვთქვათ, შეიძლება ეს პოლიტიკური გაცვლაც იყო. სამწუხაროდ ვერ გეტყვით, ეს ყველაფერი სპეკულაცია იქნება ახლა. კი ბატონო. მაგრამ ნუ მთავარია ის, რომ თუ ყველაზე დიდი ფაქტორი არის ის, რომ 435 წევრიან პალატაში სულ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო, ვინც შეეწინააღმდა. მადლობა ძალიან დიდი, მეუმიშვილი გვერდებოდა კიშინოვიდან აშკარად წარმატებით საუბრობთ რა ხდებოდა ვაშინგტონში. ასეთია გლობალური სამყარო დღეს. დავიმშვიდობებით იას, ამით ჩვენ დღევანდელი გადაცემაც დასასრულისკენ მიდის. კიდევ ერთხელ დღეს მეგობარი აქტი მიიღეს, გილოცავთ გიორგობას, გილოცავთ აჭარის სამშობლოსთან დაბრუნების დღეს აჭარიდან ავტორიტარ ასლან აბაშიძის გაძევების დღეს, როცა რუსებმა ის მოსკოვში წაიყვანეს. ბევრი ისტორიულამი დატვირთული დღე, იმედია დღევანდელი ამბავი მეგობარი აქტის მიღება ასეთივე გახდება, როგორც შესაძლებლობა ქართული ხალხის ხელში საქართველო გახდეს ნამდვილად აყვავებული დემოკრატიული ქვეყანა. სწორედ ამას ითვალისწინებს ეს აქტი. არა მხოლოდ სასჯელი, არამედ ასე რომ ვთქვათ, მისაგებელი იმისათვის, თუ ჩვენ გვექნება თავისუფალი სასამართლო, არ გვეყოლებიან პოლიტპატიმრები, ჩავატარებთ თავისუფალ არჩევნებს და გვექნება დემოკრატიული გარემო. გაიგოძე საქართველო ამით დასრულებული, მე საღამოს დაგიბრუნდებით უკვე კომენტარის ფორმატში. დღის განმავლობაში რაც მოხდება, იმას უკვე საღამოს 6:30-ისთვის შევაჯამებთ. დარჩით ფორმულას. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს.